მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. Რა თქმა უნდა, აბსოლუტურად წრე იკვრება და ვიწოვდება ქართული ოცნების გარშემო. მე მგონი, კარგად ხვდებიან თვითონ, რომ ევროპა არ აპირებს აპატიოს არც ერთი ტყუილი, არც ერთი სიცრუე, არც ერთი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება ქართული ოცნება ეწინააღმდეგება საქართველოს, არის საქართველოს მტერი შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ არ ღვევს საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები, რომლებიც ელოდნენ, რომ საქართველოს თავის სიტყვებს, თავის კონსტიტუციას შეასრულებდა ევროკავშირში, ნატოს მიმართულებით, ასევე დაადასტურეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტამ და აქაც მოეცარა ხელი და აშკარად ჩანს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აპირებს გადახედოს პოლიტიკას, ვიდრე საქართველოს არ დაუბრუნდება დემოკრატიის გზას. სახელმწიფოს მიერ, მათ მიერ არჩეულ გზას. ეს არ არის ის, რომ ვიღაცა გარედან რაღაცას თავს გვახოს. ეს არის ისაც საქართველოს ქართულმა ოცნებამ თავის თავზე აიღო. მათ შეიტანეს კონსტიტუციაში ცვლილება ნატოზე და ევროკავშირზე და მათ ისინი უარყოფენ. მათ შეიტანეს განაცხადი ევროკავშირში, რომ აპირებენ ევროკავშირში გაწევრიანებას, როგორც დაიწყო საომარი მოქმედებები უკრაინაში და არასრულებენ პირობებს. და შესაბამისად ევროკავშირი ჩვენ კი არ გჯის, როგორც მათ უნდათ, არამედ მოითხოვს პასუხი ვაგოთ ჩვენს სიტყვებზე, ჩვენს პოლიტიკაზე, ჩვენი ხალხის, არ ევროკავშირის წინაშე, ჩვენი ხალხის წინაშე, ხალხმა რომელსაც აირჩია მათი აზრით, ხო? ხოთლიან რომ არჩეულები არიან, არა? ევროკავშირის დროშების ფონზე ხო აირჩიეს. მათი ლოგოებზე ხო ევროკავშირის დროშა იყო. დღეს ისინი ამ დროშებს ეძახიან უცხო ძალის დროშებს. სხვათა შორის ძალიან ისეთი არის თვალშისაცემი არის, რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში ქართული ოცნების მომხრეები მე რიგით ადამიანებზე არ ვსაუბრობ, ცხადია მათზე, ვინც რაღაც გარკვეულ სათავეებთან დგანან, ერთობლივად იყო ევროკავშირის და საქართველოს დროშები. რაღაც მომენტში ევროკავშირი აქტიურად და ეხლა საერთოდ გამქრალია. საქართველოს დროშის გამოფენა და იგივე სტიკერის გამოქვეყნება საამაყოა და ეს ჩვენ ყოველთვის უნდა გავაკეთოთ. უბრალოდ ეს აჩვენებს კონკრეტულ ტენდენციას, რომლის ატაცებაც მოხდა ეს შიგნით დაგზავნილი მესიჯების შედეგად, ხო ბატონობა? რა თქმა უნდა. ამიტომ შესაბამისად მათ ეხლა ამოცანა როგორმე უნდა გაუძლო ამ წნეხს, ისინი მაინც უნდა მიბობდნენ როგორმე ადგილობრივ არჩევნებამდე, ეს ერთადერთი ხელში გაჩხერილი რაღაცა სავალდებულო ინსტრუმენტია, იმიტომ რომ კონსტიტუცია ვალდებულებს გავიდა დრო შესაბამისი 29 წლის შემდეგ და საჭიროა ჩატარდეს ეს ადგილობრივი არჩევნები. მათ შეიძლება სულაც არ უნდათ, არ უხარიათ, მაგრამ ეს უნდა გაიარონ. და ამ ფონზე შემდეგ 3 წელი არჩევნები არ იქნება საქართველოში, რაც ალბათ უნდათ იმედი აქვს, რომ გამოიყენებენ ამას. თქო 28 წელი არ დაასახელა თავის დროზე კობახიძემ, რომ 28 წლამდე აჩვენეთ, რომ მანამდე უნდათ მაქსიმალურად მოახდინონ საქართველოში ავტორიტარიზმის და ტოტალიტარიზმის უკვე ტოტალიტარიზმის პერიოდში გადადებდოს გააქრონ მედია, სამოქალაქო სექტორი და მთლიანად აქციონ საქართველოს უკვე ბელორუსის კონტექსტად. თუმცა მათ ეს არ გამოუვათ, იმიტომ რომ სხვადასხვა თქვათ ასე პირობებია საქართველოში და სხვა პირობებია თუ გიდიგვე ბელორუსია იქნება თუ სხვა ავტორიტარული სახელმწიფო. ძალიან სუსტები არიან, ფული მათ არ აქვს, რესურსები მათ არ აქვს, მოსახლეობა არ ემორჩილება, ყოველდღიურად მიმდინარეობს აქციები. ამიტომ რაც არ უნდა და ჯანმრთელობა რაც არ უნდა კმაყოფილები ვიყო ჩვენ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით, ბრიტანეთის გადაწყვეტილებით, ქართული ოცნების ჩამოშლის ენერგია მხოლოდ ქართულ ხალხშია. ხო ისე ჩვენ გვეხმარებიან. აი მაგალითად ყირგიზეთი არის ყირგიზეთს ზუსტად იმდოს მიიღო რუსული კანონი, როცა ჩვენთან 23 წელს დაიწყო და მერე ჩაუვარდათ. და ხალხი ქუჩაში არ გამოსულა, გაატარა, ყირგიზეთმა მიიღო და დღეს ის ერთ-ერთი მისაღები ავტორიტარული რეჟიმია ევროკავშირში, ჩასულები იყვნენ ცენტრალურ აზიაში ჩატარდა. ანუ ხალხი თუ ქუჩაში არ გამოდის, ხალხი თუ არ აპროტესტებს, ესე იგი ხალხი ეთანხმება ავტორიტარიზმს. საგულისხმო ხო არის ეს პროტესტი ხო 1 და 2 დღის არ არის ხო უკვე ძალიან 100 დღეზე დიდი ხანია და 100 დიდი ხანია გადასდა რამდენი დღეს გრძელდება და ამ პროცესში ანუ არ კარგავს ხელისუფლება იმ თვალსაზრისით დროს რომ იღებს ახალ რეპრესიულ კანონს აჯარიმებს კეტავს წყაროს ამ ჯარიმების გადახდის ანუ ეს ახდენს გავლენას ამ პროცესზე და ცხადია რომ ესეც შეუძლებელია რომ გამოეპაროთ და დარჩეს იმ ადამიანების ყურადღების მიღმა ვინც ამ პროცესს თვალს ადევნებს ხომ ამიტომ აი ეს რაღაც ეს პროტესტის პერიოდული მილევადობა ესეც ახსნადია სრულიად ხო ისეთ ღარიბ ქვეყანაში როგორიც არის საქართველო და იმ რეპრესიების კვალ და შემხედვარე რომელსაც სწორედ მიმართავს საქართველოს ხელისუფლება და ქართული ოცნების ხელისუფლება აი სანქციების ეფექტზე მინდა კითხოთ თქვენ ჩვენ ხედავთ რომ დღეს ჩვენი რესპონდენტები ლაპარაკობდნენ რომ აი წრე უკვე შეკრულია ივანის
ივანიშვილის გარშემო. ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მოწოდება მაკლერის მხრიდან ევროსაბჭოს ასამბლეაზე, რომ ახლავე დაასანქცირეთ ივანიშვილი და მან ახსენა ასევე რუხაძე. თუმცა აი გენერალური პროკურორი, სპეციალური საგამოძიებოს უფროსი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მთავარი გადაწყვეტილების მიღები პირები უკვე არიან სანქცირებულები ბრიტანეთის მხრიდან და ეს სულ ერთი ვერ იქნება ივანიშვილისთვის, მაგრამ აი რაზეა დამოკიდებული მისი უკან დახევა. ბატონო პატა, როგორ ფიქრობთ? ეს სურათი ეხა რაც არის, ეს ახევინებს უკან ივანიშვილს? თუ კიდევ უფრო რეპრესიულს ხდის სისტემას? შეიძლება რეპრესიული იმდენ არ გახერხა, ხა მაინც არჩევნები რომ მოდის, ამიტომ ისინი ცდილობენ რომ ძალიან მკაცრი რეპრესიულები არ იყოს. მე შეიძლება არჩევნების შემდეგ იყოს, მაგრამ ოღონდ რაში გამოიხატება? იმიტომ რომ ყველაფერი მოგუდვის პირას არის, ხო? მედია, სამოქალაქო სექტორი, უბრალოდ რამდენად ამუშავებენ ამ კანონებს, ამაზეა დამოკიდებული. თორე ხა მე და თქვენ რომ ვლაპარაკობთ და აქ რო თქვენი ოპონენტი არის, ესეც დარღვევად არის თუ არ ვწდები ამ ახალი კანონით აღქმული და შეიძლება ბატონო? ხوار მოდიან მინუშლის ოპონენტი მოვიდნენ და ვილაპარაკოთ ოპონენტთან. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ იქ რაღაც თავის ხრიკებია მოგონილი რა როგორანაირად, რომლის დაცვაც ისევ და ისევ მათი პოლიტიკის გათვალისწინებით შეუძლებელია. ხო, ეს იმიტოა ესრულება მოგონილი, რომ ეს ჩვენი საუბარი თქვათ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ აღარ შედგეს, ხომ? გასაგებია მიზანი. ჩვენ ვერ ყველგან სადაც კი მოხდა რეჟიმის შეცვლა, საქართველოს ამის შვედიერი მაგალითია იგივე შევანაძის პერიოდი, მაგრამ სხვა პერიოდებშიც იგივე სომხეთი ჩვენი მეზობელი ხალხია, ჩვენ ტიპიური ხალხები ვართ, ერთად გამოვედით საბჭოთა კავშირიდან, ამიტომ ბევრი რამე საერთო გვაქვს. და იქ ჩვენ ვნახეთ მასობრივმა გამოსვლებმა ბლოკადა მოახდინათ დედაქალაქის, ერევნის, პარალიზებული იყო და ხელისუფლება პრორუსული, კაფეოდ გამოკვეთილი პრორუსული ხელისუფლება იძულებული იყო, რომ გადამდგარიყო და წასულიყო და გზა დაეთმო შედარებით დემოკრატიული ძალებისთვის. ჩვენ დასავლეთი ძალიან გვეხმარება ჩვენი ენერგიის გაძლიერებაში, მაგრამ ჩვენი ენერგია თუ არ იქნება დასავლეთი ვერ დაგვეხმარება, ანუ არ არსებულ ენერგიას ვერ დაეხმარებიან, ისინი აძლიერებენ, ისინი თვითონ ჩვენ გარეშე, ამიტომ ეს ყველა ეს სანქციები რაც დგება და შედგება კიდე, იმიტომ რომ ბრიტანეთის განცხადება ძალიან მკაცრია და მომავალზეა გათვლილი, ანუ ამით არ სრულდება, ისე როგორც ევროსაბჭოს რეზოლუცია მომავალზეა. გააგრძელებს ყველა შესაძლებლობის განხილვას, ვიდრე საქართველოს არ შეცვლის სამშაბათო ტრაექტორიას. აქციების თუ შეიძლება ასე თქვას მოტივაციას რომ მეტი ადამიანი გამოვიდეს. მე მგონი რომ ყოველდღე რამდენიც გამოდის ეს ზოგადად მისაღებია, მაგრამ კარგი იქნება თუ კვირაში ერთხელ მაინც იქნება რაღაც ან შაბათს ან კვირას დასვენების დღეს იქნება მასობრივი გამოსვლა. ანუ ვინც არ გამოდის ყოველდღე, რომ მაგალითად შაბათ ანუ ჩანდეს რომ ენერგია არის ულევი, იმიტომ რომ ამის სპეკულირებს ქართული ოცნება. იგივე როცა კონტაქტები იგივე სხვა ან საელჩოებთან რაღაც ფორმით ამბობენ რომ ეს მალე გაქრება, ორთქლდება. ეხლა ზამთარი მოდიოდა და ზამთრის იმედი ჰქონდათ, ეხლა ზაფხული მოდის და ზაფხულის იმედი აქვს, დარწმუნებულია რომ ზაფხულის მოლოდინებით ჩაუვარდებათ. წინ არის მნიშვნელოვანი დღეები, 14 აპრილი მოდის 26 მაისი, სადაც უნდა იყოს მასობრივი, აი გრანდიოზული გამოსვლები უნდა იყოს, გრანდიოზული ყოველდღე ვერ იქნება ბუნებრივია, მაგრამ კარგი იქნება თუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მიუხედავად იმისა, ვინ მონაწილეობს, არ მონაწილეობს ადგილობრივში, თუ იქნება მიღწეული საპარლამენტო, მაგას აჯობია, მაგრამ მიუხედავად ყველაფერისა იმდენად პოლიტიკურად მძიმე მოდის პერიოდი მათთვის პირველ რიგში, რომ საზოგადოების დაინტერესებული და მოტივირებული საზოგადოების გარეთ გამოსვლის უამრავი საშუალება და პირობა არსებობს. არსებობს, ამიტომ საჭირო არის ამ მიმართულებით მეტი აქტიურობა საზოგადოებისა. კი, აი ბატონო ბატა, შიდა ვითარებას რო შევხედოთ, აი თქვენი შეფასებით, აი პროპაგანდისტული გზავნილების გამოყენების შედეგად, აი ამ თვალსაზრისით რა პოზიციაში დგას ახლა ქართული ოცნების ხელისუფლება? ანუ რას გეკითხებით, იცით, აი ის ადამიანი, იმაზე არ გეკითხებით, ვინც აი ფინანსურად არის მიბმული ხელისუფლებას, მათგან ახლობს სარგებელს, კარგად ცხოვრობს, მოგზაურობს და ასე შემდეგ. ხო, ყველაფერს ახერხებს. ეხლა მათი мотиваცია მეტწილად გასაგებია, ხო? რა შეიძლება იყოს ამ პროცესში, მაგრამ აი სხვა ჯგუფებიც ხო არიან ხელისუფლების მხარდამჭერები, ხო? სხვა ჯგუფები რო არიან. ხალხი ვინც კარგად ცხოვრობს. აი ამათთვის თუ არის ახსნილი, აი თუ არის ახსნადი, ეხლა ის ვითარება რაც არის შექმნილი, ხო? აი თქო რომელიღაც საჯარო მოხელე, რომელიც გვერდიდან არაფერს შემოსავალს არ იღებს, მხოლოდ ხელფას იღებს და მაინც კი არის ქართული ოცნების მომხრე, ასეთი რაშკარად კვლევებიც აჩვენებს, რომ განსაკუთრებით ქალაქებში
ცხოვრები და მომუშავო საჯარო მოხელეები უფრო ხმასაძლებენ ოპოზიციას. ხმამაღლა ვერ ამბობენ, ალაიქებენ ხშირად სახელმწიფო გვერდებს და პოზიციებს, მაგრამ არჩევნებში ეხლაც რაც ვნახეთ, თბილისში განსაკუთრებით და ბათუმში ადგილობრივმა მოხელეებმა მაინც ხმას მისცეს ოპოზიციას. რატომ? იმიტომ რომ მათ არ უნდათ რუსეთის ჩინოვნიკები იყვნენ. ამიტომ საჭირო ოპოზიცია მუდმივად ლაპარაკობდეს, როგორ მოახერხებენ ჩინოვნიკების მიმართ, ბიუროკრატიის მიმართ დამოკიდებულობას, მაგრამ ძირითადი ამორჩეველი ქართულ ოცნების არის ღარიბი მოსახლეობა, რომელიც შემწეობაზე არის. 700,000 კაცი რეგისტრირებულია, 300-400,000 კაცი. ანუ არა დიდი ფინანსური სარგებლის მიმღები, დიდი არა თუნდაც საშუალო, არამედ პირიქით სოციალური ამას დაკარგავენ. და რუსეთის არც რუსეთი არ ადარდება და არც არაფერი. ოღონდ შემწეობა მიიღო. ამიტომ ოპოზიციამ ამ ხალხზე უნდა იმუშაოს, რომ როგორ გაანადგურებენ ამ სამარცხვინო წყევლას სიღარიბეს საქართველოში. იმიტომ რომ ღარიბ ხალხზეა დაფუძნებული დღეს ქართულ ოცნების ძალოფლება. ყოველთვის ვამბობდი ამას, რომ ორი ენერგია ქართულ ოცნებას, რასაც ეყრდნობა მის ძალოფლება. ეს არის სიღარიბე და ეს არის სუსტი ოპოზიცია. საჭირო ოპოზიცია გაძლიერდეს სიღარიბეს ან ბრძოლის მიმართულებით. რაღაც გარკვეულად მემარცხენეები უნდა გახდნენ უკაცრავად. საჭირო არის მეტი სოციალურ პაკეტზე საუბარი. ამ კატეგორიის ადამიანებს არ ეშინიათ იმდენად რუსეთის, რამდენიც ეშინიათ შემწეობის წარწმევის. აქ არის ნარკომანების ოჯახები, აქ არის ციხეში მყოფი ადამიანები. გაიხსნეთ, რამდენი ადამიანი შეიწყალა დე-ფაქტო პრეზიდენტმა, როცა დაინიშნა რა თანამდებობაზე. და არც კი ვიცით მათი გვარები. ეს ის ხალხია, ვის ოჯახებმა ხმა კი არ მისცეს ქართულ ოცნებას. იმუშავებს, მათ სულ ცოტა ერთი მინიმუმ რაღაც ათეულობით ხმები უნდა მიეტანათ იმ ყოლაბაში, რომ მე მიეღწია თავის შვილის თუ ნათესავის გამოყვანა როგორ მოხდარიყო, შეწყალება მოხდარიყო, ციხე გამოსულიყო. აქ არის ოჯახები უცხოეთში მცხოვრები ადამიანებისა. მათზე მუშაობს ქართულ ოცნება. ოპოზიცია უნდა გადაერთოს ამ მიმართულებით. არ უნდა დავკარგოთ ჩვენ ეს ხალხი. ანუ მხარდაჭერის გაზრდაზე მუშაობა უნდა იყოს თუ არა ყოველდღიური საქმიანობის რუტინა ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფებისთვის. ანუ რატომ გეკითხებით ის ბანობაა და რომ ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმის შესახებ, რომ აი ხა თუნდაც ის პროცესი კომისიის და ასე შემდეგ და კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მძიმე მოსასმენია ის ისტორიები, მათ შორის ზოგიერთი ნაწილი განსაკუთრებით, რასაც ისმენს საზოგადოება და რეალურად ამ საკითხსაც შესაძლოა ის ამუშავებდეს წინასაარჩევნო კონტექსტში, ხო? იმიტომ რომ ის ადამიანიც კი შეუძლებელია დარჩეს გულგრილი ზოგიერთი ისტორიის მიმართ, რომელსაც საერთოდ არ ქონია შემხებლობა ამ პროცესთან და არც წინა ხელისუფლების რეპრესია არ შეხება. ხა არაფერს ვამბობ იმაზე, ვისაც შეეხო, ხო? მათთვის ეს საკითხები ძალიან მტკივნეულია. აი, ამიტომ გისვამთ ესეთ კითხვას, აი, მხარდაჭერის გაზრდის ეფექტური წყარო. აი, არსებული სურათის გათვალისწინებით, აი, სანქციები მოდის პერიოდულად გზაშია, ხალხის ნაწილი ქუჩაშია, პერიოდულად დიდი აქციები იმართება. აი, რაზე უნდა მუშაობდეს ადგილზე ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი? ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი მუშაობდეს, ახლა უნდა ჩამოყალიბდეს ბოლოს და ბოლოს ამ არჩევნებში მონაწილეობა თუ არ მონაწილეობა. ვინც მონაწილეობს, თქვას რომ მონაწილეობს, ვინც არ მონაწილეობს, არ თქვას რომ არ მონაწილეობს. ანუ ამაში არავითარ სამარცხინო არაფერი არაა. მე მომხრე ვარ მონაწილეობის, მაგრამ ვინც არ მონაწილეობს, მე მესმის მათი. სამაგოდ ვინც არ მონაწილეობს, მან უნდა ჩამოყალიბდეს თავის მომხრეებს ასუშება, მოუწოდებს სხვას მისცენ ხმა თუ საერთოდ არ ბოიკოტი გამოაცხადო. ანუ უკვე ეს ადგილობრივი არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. 5-6 ქალაქი, ერთი პარლამენტი არა, როგორც საპარლამენტო უჩვენებს ერთ ორგანოს უჩვენებს და ხელისუფლების მთელი ენერგია მიდის ერთი ციხესიმაგრის დასაცავად, რასაც ქვია პარლამენტი. ეხლა 5-6 ქალაქია, სადაც სულ ცოტა 2-3 ქალაქის მოგება შეიძლება თუ არა 5-ვესი. რა ნახეთ თურქეთში რა ხდება, როცა ოპოზიცია მუდმივად იგებს ქალაქებს. აქ უნდა გადავიდეთ, რომ მე 3 წელი არაფერი არ იქნება. მოგწოს, არ მოგწოს, გვიხარია, არ გვიხარია, ბედნიერები ვართ, უბედურები ვართ. ეს არჩევნები მაინც მოვა. უნდა გქონდეს მოთხოვნა საპარლამენტო არჩევნებზე, მაგრამ ეს შეიძლება ისე ჩაიაროს საპარლამენტო არჩევნების შეუსრულებლობა 5-6 თვე გავიდა. არასრულებენ, ხო 28 ოქტომბრიდან მოყოლებული. შესაბამისად, დარჩა 5-6 თვე შემდეგ არჩევნებამდე. მაგას ქვია ადგილობრივი არჩევნები. შეიძლება ვაქციოთ უკვე პოლიტიკურ არჩევნებად. გაიხსენოს ყველამ, რომ ნაციონალური მოძრაობა თავის დროზე, როცა მოქალაქეთა კავშირს ამარცხებდა, ადგილობრივი არჩევნებში მოხდა გამარჯვება. საკრებულო, მაშინ საკრებულოს წევრი ვიყავი მე. სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე იყო. ანუ დავიწყეთ ადგილობრივიდან დავიწყეთ ჩვენ მუშაობა. ადგილობრივი და დემოკრატია ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც კი ეს თემა შემოდი პასუხეთ თქვენ კითხვაზე. როგორც შემოდი
შენ უცე თემები გიჩნდება, რა უნდა უყო გზას ამათ რაიონში, რა უნდა უყო წყალს, კანალიზაციას, არხს და საზოგადოებას რთავ დემოკრატიულ პროცესებში. ვინ იქნება საერთო მერი ამ ქალაქში? ვინ იქნება საერთო მერი იმ ქალაქში? ყოთელი რესურსი, ანუ უკვე სალაპარაკო ჩნდება. დღეს ხშირად ეხლა მე დავდივარ რეალურად ამ თემებით, ამ თემებზე სწორი პოზიციონირებით მოიგოწნება ბატონო პარტა. რატო გეკითხებით იცით რომ ისაც ვამბობთ. პოლიტიკა, ესე ქვია, კორუფცია, ეს ქვია, რუსეთი, ყველაფერზე რაზეც ლაპარაკი უნდა იყოს, ამას უნდა დაემატოს ზემოდან, უნდა დაეყაროს ზემოდან უამრავი თემები, რაც ადგილობრივ ადამიანს, ვის მაინც მივარჩევნებზე, იმ ხალხის გასაგონად, რომ რას მიიღებს ის კერძოდ კონკრეტულ თავის რეგიონში, როგორ იმუშავებს, დაიყო წალენჯიხის მაგალითი, წალენჯიხი ერთადერთი რაიონი იყო, სადაც პრინციპულად პირწილად გაიმარჯვა, ქვია, ოპოზიცია 21 წელს. რა პლუსები იყო, რა მინუსები იყო, აჩვენონ წალენჯიხის მაგალითი წარმატებულია სხვა რაიონებს, როგორ შეიძლება სხვა რაიონებში მოხდეს სამძიახო. დრო უკვე ძალიან ცოტაა. 2 თვე იქნება მკვდარი, ივლისი, აგვისტო, ძალიან სიცხე იქნება. ანუ ჩვენ 4-5 თვე გვაქვს მარტო. თუ მართლა გვინდა რეჟიმის ჩამოშლა, რეჟიმი უნდა ჩამოშლო ინსტრუმენტებით, რა ინსტრუმენტები დღეს გაქვს ხელში. დღეს ხელში გაქვს შენ ადგილობრივი არჩევნები. ღმერთმა ქნას რომ ამ წარმატება მე ხელახალ დღის წესებში დააყენოს, ქვია, გააქტიუროს, აქტუალური გახადოს საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ თუ ეს არ მოხდა და ესეც ერთი დავთმეთ და მეორე დავთმეთ, მე ქართულ ოცნება 3 წელი უკვე სულ სხვანაირ იმაში მოგთავაზებ, დღის წესებში მოგთავაზებ და ძალიან იქნება პარლამენტი ასე ამ ფორმით, ქვია, დე-ფაქტო პარლამენტი ამ ფორმით მომუშავე, დე-ფაქტო ადგილობრივი მმართველობა ამ ფორმით ასევე ამ ფორმით მომუშავე, პრაქტიკულად ოპოზიციას არაერთი ტრიბუნა არ ექნება საზოგადოებაზე იმუშაოს 2028 წლამდე ღმერთმა კაცს მანამდე რამე შეიცვალოს. მე ვლაპარაკობ მაინც იმ გაჩერებებზე, რა გაჩერებებსაც ჩვენ გვთავაზობს კონსტიტუცია. კონსტიტუცია დღეს ჩვენ გვთავაზობს შემდეგი გაჩერება დემოკრატიის იქნება კალენდარით გათვალისწინებულ გაჩერებას გულისხმობთ თქვენ როგორიც კალენდარით რაც არის გათვალისწინებული. თორე არა კალენდარი ღმერთმა გაგვიმარჯოს ვიმუშაოთ არა კალენდარს რაც შეიძლება მეტი ხალხი გამოიყვანოს მაგრამ ის რაც ხალხის გამოყვანასაც კი არ მოითხოვს. მაგალითად სიტყვაზე ხო შეიძლება თუ ვიცმიდის არჩევნებზე თქვას რომ ვიდრე არ ჩვენ მოვდივართ არჩევნებზე მაგრამ მოვითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. პოლიტპატიმრები მივაბათ არა ჯერ კიდე დაუდგენელ ჩამოუყალიბებელ საპარლამენტო არჩევნების ახალ არჩევნებზე, არამედ რეალურ ნამდვილ არჩევნებზე, რომელზეც ისე დაგწინიან, დაცინოს უნდა გამოვაქვთ ყურადღება, რომ მოვდივართ არჩევნებზე, თუ არ განთავისუფლე პოლიტპატიმრები. უფრო იოლია უარი თქვა მე ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობაზე, ვისაც ეს უნდა. მე წინამდე გივარ. რომ თქვა რომ ამათ არ განთავისუფლოთ არჩევნებზე. ამ საკითხებზე ლაპარაკს თქვენ ხედავთ ჰორიზონტზე ბატონო პატა? რაზე ხედავ? აი ამ საკითხებზე საუბარს ახლა რას თქვენ ახსენეთ, აი მოვდივარ, მაგრამ გაუშვი ხედავთ რომ რაღაც არის ნიშნები ამაზე. არა, ახლა მე უფრო სამოქალაქო სექტორში ვიხარშები და არის რაღაც პატარა შეხვედრები, რაღაცები. ხო, ამ პროცესზე დაკვირვების შედეგად ამას გეკითხები. მე არ ვიცი პოლიტიკოსები ხვდებიან თუ არ ხვდებიან ერთმანეთს და კამათობენ თუ არ კამათობენ ამაზე. ერთადერთი ვიც კაფეოთ ამბობს, არას არის გვარამია. კი ბატონო, ეს მის უფლებაა. მე არ ღიზიანდები და არ ვთვლი რაღაც საშინელებად. მაგრამ მან თქვა არ მივდივართ არჩევნებზე. სხვებს არ უთქვიათ არც ერთი. დარც მეორე, ალბათ ნაციონალური მოძრაობა აიგრძალება როგორც ჩანს. შეიძლება პირიქით მიიყვანონ საქმე, დღეს ისეთი განცხადება გააკეთა, აღარ მახსოვს ვინ გააკეთა, ოხანაშვილთ ვიღაცამ, რომელმაც თქვა რომ შეიძლება მოვასწროთო რომ არჩევნებამდე, ქვია, შევიტანოთ სარჩელიო საკონსტიტუციო სამართლი. ანუ შეიძლებაში რა იგულისხმება, რომ შეიძლება მოასწრონ და შეიძლება ვერ მოასწრონ. რაღაც ორჭოფული განცხადება იყო. თორე უფრო კაფეოდ იყო და რა ვინ წინ რა დაუდგება, რომ თქვას, რომ ჩვენ აუცილებლად შევიტანთ სარჩელს, ხო? მაგრამ რამდენ ძვირად დაუჯდება, როცა წამყვან ოპოზიციურ პარტიას იმაში რა ქვია, გრძალავ. არა, რამდენად კიდევ იმძიმოს შემდეგ სანქციებით შენი თავი. ამიტომ ძალიან ბევრი გაურკვეველია და კი არ უნდა ველოდებოდეთ ამ გაურკვევლობას. არამედ უნდა მართავდეთ ამ გაურკვევლობას. ერთ საკითხზე მინდა, რაზეც მინდოდა რომ ეკითხა თქვენთვის ეს არის ის რიტორიკა, რომელსაც ქართული ოცნება მიმართავს. ეხლა 9 აპრილთან დაკავშირებით რა განცხადებაც გაკეთდა? ცხადია ნახეთ ალბათ ეს განცხადება თქვენ, სადაც იქ ლაპარაკია უცხო ძალაზე, აი დახოცილი დემონსტრანტებთან დაკავშირებით გამოჩენილ ძალადობაზე, ასეა ეს საკითხი წარმოჩენილი და რაღაც იქ როდიონოვის შედარება აქციის მონაწილეებთან ეს დღესაც გაგრძელდა. აი ამ რიტორიკის მიზანი რა არის ბატონო
ხდება და როგორ ფიქრობთ, ანუ ეს რიტორიკა არის ინსტრუქციის ნაწილი, აი როგორ ფიქრობთ, თუ ის არის ასევე რაღაცა ის საარჩევნოთ მუშა რიტორიკა, აი რაში ჯდება, როგორ ფიქრობთ? მე მეორე თქვენს მოსაზრებას უფრო ვემხრობი. ხო, კითხვა პრინციპში ესე მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს ან მეორე კი ბატონო, ისინი არიან წინასაარჩევნო კამპანიაში. ქართული ოცნების ჯერა, ან არ ჯერა, მაგრამ ვითომ ჯერა, თავს იკნატუნებს მხოლოდ და მხოლოდ ქართული ოცნების ამორჩეველი. აი ეს კატეგორია ადამიანებისაა, ღარიბი ხალხი, ეს მოწყვლადი საზოგადოება. პირველს თავის მოკატონება არ სჭირდება, იმ სჭირდებათ არგუმენტები. ქართულ ოცნების მოწინააღმდეგე ამორჩეველის ეს მნიშვნელობა არ აქვს. დასავლეთის მიხვდა იმდენს ხაპრებს ყვებიან დასავლეთზე, დასავლეთში არ იყიდება. ქართულ ოცნებას მე დასავლეთი ხმას არ აძლევს, ხმას აძლევს ადგილობრივი მოსახლეობა. შესაბამისად, ყველაფერი ეს კეთდება თანაც, როცა ითქვა უარი ნოემბერში ევროკავშირზე, აშკარა ჩანს, რომ მათ დაკარგეს ამორჩეველის გარკვეული რაოდენობა. არ აღშება ბევრი, მაგრამ გარკვეული. მათ მინიმუმზე უნდა დაიყვანონ გაყალბების ალბათობა, მაინც გაყალბებენ, მაგრამ რაც უფრო ნაკლები იქნება გაყალბება, მით უფრო ნაკლებად დამაჯერებელი იქნება. ამიტომ მათ უნდათ რომ მინიმუმზე დაიყვანონ და მაქსიმუმი ამორჩეველი მიიყვანონ. ამიტომ მათ ჭირდებათ თავის ამორჩეველს შეუქმნან განცდა, რომ ყველაფერი კარგადაა. და ეს მთელი ეს რიტორიკა, ამიტომ 9 აპრილის შედარება, რა ქვია, იმ დროით 89 წელს 9 აპრილის შედარება დღევანდელ დღესთან, ეს არის ამორალური, ეს არის ამაზრზენი, უტიფარი, ტყუილი, მაგრამ ეს ჭირდება მის მიამით ამორჩეველს. აი მაგალითად ძალიან სასაცილო მაგალითი მოყვა ამერიკაში, როცა ტრამპმა გამოაცხადა ეს. ანუ ეს უფრო მეტის გაბედვა ხო არ არის, ვიდრე აი ამის კადრება, თუნდაც ამორჩევლის იმ ნაწილისთვის, რომელიც სოციალური შემწეობით შეიძლება იყოს მიბმული ოცნებაზე. აი რატო გეკითხებით? ბატონო? ვიზე მოახდენს გავლენას ეს განცხადება, რომ დღევანდელი მომენტი გამორიცხულია. პირიქით თვითონ არიან როდიონოვის თავმოყრალები, რასაც აკეთებდნენ ისინი, რამოდენიმე თვის უკან ახალ წლამდე ხალხს რომ სასტიკად უსწორდებოდნენ, თავში ფეხებს უტყავდნენ. ეს ხო პირდაპირ როდიონოვი, ამას ჩვენ მეც ვლაპარაკობდი, ყველა ვლაპარაკობდო. ეს არის როდიონოვი, ეს არის ის რუსები, უარესი ის რუსები იყვნენ. და რუსის ვერიტას, რუსი ქართველს და მთელი სიხარულით ახორციელებდა ეგზეკუციას, დასჯას ქართველებისას 89 წელს. ესენი უფრო უარესები არიან როდიონოვზე. ამაზე უნდა იყოს ლაპარაკი. რომ თქვენ უარესები ხართ, თქვენ უბედურებოდ თქვენ და თქვენ ქართველები ხართ და ქართველებს მაგვაშობთ და ქვია უსწორდებით. თუ ისინი რუსები იყვნენ და რუსისთვის გამართლებული, ეს არის ამაზრზენი, მაგრამ გამართლებული იმპერიალისტია, ვერიწას ქართველების თავისუფლებისკენ სწრაფობს, ამიტომ დიდი ხალისი და ბედნიერებით ხოცავდნენ ქართველებს რუსთაველზე. შენ ხო უფრო უარესი ხარ. ამიტომ როდიონოვს კი უნდა შევადაროთ. როდიონოვზე უარესები არიან ესენი. და როდიონოვზე, ანუ ამ ჩვენ დღისწესს კარგავთ ყოველთვის. უამრავი დღისწესი დავკარგეთ. ომი და მშვიდობა, ილია ჭავჭავაძე ჩავაბარეთ, ეკლესის თემები ჩავაბარეთ. უსუსურები არიან, არარაობები არიან, ვერ ფლობენ თემას და ჩვენ მათ უთმობთ ამ თემებს. ეხლაც რა 9 აპრილი და რა მომიტიგეები. თქვენ ნახართო, როდიონოვზე უარესები, დიპსტეიტის არ იყოს. სულკომა შემოაგდოს დიპსტეიტის. სულკომა, როცა წერდა პუტინზე 19 წელს, მაშინ გამოიყენეს ტერმინი და მაშინ დაიწყეს ამათმა გამოყენება. არაფორმალ. ამიტომ სულკოვზე უნდა იყოს ლაპარაკი. ესენი იკვებებიან მხოლოდ რუსეთიდან. სხვა ამასინა თქვა, ქვია, კალაძემ რო 3 წელია ვიძახითო დიპსტეიტზე. იმიტომ იძახი 3 წელს 3 წელს უკან თქვა ეს იმანა სულკომა. ანუ საჭირო არის თემებში კარგად გარკვევა და თითქმის ყველა თემა. ანუ არა გატარება, რაც ილექება მე. არა გატარება, არამედ ყველაფერზე რეაგირება. სხვათა შორის იცი რატო გეკითხებით, იმიტომ რომ წინა საარჩევნო პერიოდში თუ გახსოვთ რაღაც ზოგიერთ თემაზე, აი ჩვენი რამდენიმე რესპონდენტი მაგალითად ცოტა ისე ძიმეთ რეაგირებდა რა, არა ამაზე კი არ უნდა ვილაპარაკოთ, თქვათ რაღაცა სხვაზე უნდა არა ომი და მშვიდობის ნაწილზე გახსოვთ თქვენ. მე სწორია ისო მესინი ამბობდნენ, მაგრამ მე არ ვეთანხმებოდა ვიღაცა ეს არნიშნავს რომ რა კი ამბობს. მათი თავი ამოცანა რა იყო? არა მარტო იმას ეკლესიაზეც ვეკამათებოდა, ეკლესია ჩააგდეს. ანუ არ უნდა შევიდეთ მათ მოედანზე. უკაცრავად როგორ და შეხვიდე, ის მართველი ძალაა, ის არის ტერორისტი, მან მოიპოვა ძალაუფლება, ანუ უზურპაცია მოახდინა, დაახლოებით არის ტერორისტები რო დაიკავებენ თვითმფრინავს, ან რაღაც შენობას, ხო? რასაკეთებ? არ უნდა შეასკდე და მოკვდე, არ უნდა მოითმინო და რაღაც გარედან იმედი ქონდეს, ხო? ანუ დღეს ქვეყანა არის ტერორისტების ხელში. თვითმფრინავი წარმოიდგინე. ჩვენ რას ვაკეთებთ? არ უნდა წავართო იარაღი და მისი იარაღით მოკლა?
უკაცრავად არ შეიძლება მისი იარაღით მოკლათ, თუ არ შეიძლება შეკაცო. ანუ თუ მე რამდენი ესე ქვია წამოიდგინე ომში ხარ და იარაღი წარვთვი მტერს, არ უნდა გამოიყენოს იარაღი, არ უნდა შემოუტრიალო უკან სპორტში არ გადავდივართ მოწინააღმდეგეს მოედანზე, იქ არ ვეთამაშებით, მათ იქიდან არ გვაქვს ჩვენ, არ გვაქვს ბურთები. ანუ ეს არის სრულიად მიუღებელი, ჩემს პოლიტიკაში არ შეიძლება შეხვიდე ხელისუფლების დღისწესრიგში. კი არ უნდა შეხვიდე, უნდა დაამარცხო და შენი დღისწესრიგი უნდა დაუდგინო მას. შენი დღისწესრიგი უნდა მართო. ომი და მშვიდობა იყო სამარცხვინო სიტუაცია, როცა პრაქტიკულად ჩავაბარეთ მათ, როცა არავითარი საფრთხე არ არსებობდა ომის და პრაქტიკულად ქართული ოცნება ამით სპეკულირებდა და ამით ძალიან ბევრი ხმები აიღო, რაც აიღო, რა თქმა უნდა, ხმები და რაც გააყალბა, ეს საკითხია. რაც აიღო იმ ხმებიდან მნიშვნელოვანი ნაწილი აიღო აი ომის შიში, თუმცა არაფერს საფუძველი არ აქვს. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი გადარჩება პოლიტიკურად, ფინანსურად აი ამ პროცესში? ჩვენ ვნახეთ ხა ახალი მონაცემიც არის გამოქვეყნებული მის ფინანსურ რაღაც გარკვეულ დანაკარგებთან დაკავშირებით. აი რისი თქმა, აი მისი გადარჩენის, აი იქნებ ეს მაინც აი ამის ახსნა უნდა იყოს და ამაზე უნდა დაიკარგოს გარკვეულწილად, დრო უნდა იყოს სამსჯელო, იმიტომ რომ აი ვთქვათ რა უნდა რეალურად და როგორ წარმოუდგენია, თუნდაც ახლა თუ ხელისუფლების ვთქვათ გადაბარებაზე ვილაპარაკებთ, მაშინ ამ ძალებმა ერთმანეთში უნდა დაილაპარაკონ, ხო, რეალურად? ანუ აქამდე საქართველოში ვის შეუძლია ივანიშვილს და აი სწორედ აქ საჭიროა უცხოელთა საუბარი და მტკიცებულებები. ეხლა მე და თქვენ ეთერში და არც ქვია სალმე შეკრებაზე ჩვენ ვერ დაუწესებთ ივანიშვილს ისეთ სანქციებს, რომ ჩამოეშალოს თავისი ფინანსური პირამიდა. ეს კიდევ უფრო აი კონკრეტული მიზნობრივი მასზე განხორციელებული სანქციები მას აიძულებს, რომ დაილაპარაკოს ხელისუფლების გადაცემაზე? მე მგონი, რომ უშუალოდ ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციები უფრო აიძულებს ივანიშვილს, რომ რაღაც გადახედოს თავის ხედოს, მაგრამ ეთყობა ეხლა მართლა ჩვენზე და ქუჩაზე ხო არა დამოკიდებული სანქციები. აშკარად ჩანს, რომ ის მუშაობს. და აშკარად ჩანს, რომ რაღაც სიმშვიდე აქვს მას ამიმართულებით. იმიტომ რომ ახლა მილიარდერების დასაქცირება ასეთი იოლი არ უნდა იყოს. ამიტომ მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, რომ ძალიან ეფექტური იქნება თუ როგორ მოხდება ივანიშვილის დასაქცირება, უფრო ეფექტური არის ჩემთვის ქუჩაში ხალხი. 100,000-ობით ადამიანი რეგულარულად, მუდმივად, თუ კიდე ერთი კვირა დღე-დაღამე. კარგია, რასაც ვაკეთებთ, მაგრამ ეს არის გულანთებული ახალგაზრდები და შედარებით მცირერიცხოვანი აქცია, რომელიც აცოცხლებს. ადამიანის დიდი ნაწილი სახშია და ხედავს, უყურებს და ერთი მოწვე ვიყავი, როცა პირველად ერთ-ერთი მცელობა იყო, როცა არ გადაგოკეტინეს გზა რუსთაველი. და უცებ იმაში აქვია მესენჯერებში დაიწერა რომ სასწრაფოდ გამოდით ჩემ თვალების არ მჯეროდა 15 წუთში უცებ გაივსო რუსთაველი ფანტაზია ავტობუსი რომ გაიჭირეს ეს მომენტი იყო საინტერესო მომენტი იყო ანუ უცებ ხალხი გამოჩნდა ანუ ხალხს არიან და ამიტომ ეს კარგია მაგრამ რაღაც საჭირო არის აი რაც ერევანი გამოუგნებელი იყო თავის წარმატებას გასაგებია რომ თქვენ დამამახსოვრდა რომ თქვენ ახსენეთ თქვენ თქვით რომ აი ავტორიტარიზმიდან ტოტალიტარიზმისკენ მიმავალ გზად ახასიათებთ ხო არსებულ სურათს და აი თუ ავტორიტარიზმია და ტოტალიტარიზმის დადგომას ძალიან ცოტა უკლია მაშინ აი აქ როგორ აღწევ წარმატებას იგივე იმ არჩევნებში რომელიც თქვენ ახსენეთ გესმით ანუ ესეც იწევს კითხვებს რეალურად შესაძლოა სრულიად სამართლიან სამ პროცესში აქტორების მხრიდან მაგრამ შეუძლებელია თუ არ მიდიხარ არჩევნებში 100%-იანი აგებ თუ მიდიხარ შანსები გეძება მე არ გამოურცხავ რომ სულ მოხდეს სამარცხვინო ქვია ქცევები და რაღაცები მაგრამ თუ არ მიხვედი ის აპრიორი ყოველ მინიმალური მიხვედი ტოტალიტარულ სახელმწიფოში ტოტალიტარიზმზე ჩვენ მე კი არ ვლაპარაკებ ხო გამოურცხული ტოტალიტარიზმზე ტელევიზიაში ანუ შუა პერიოდზე ლაპარაკობ ხო არჩევნებამდე მე მგონი არ იქნება ტოტალიტარიზმი ანუ არჩევნებამდე გვექნება შანსი მისვლისა ეს მე იქნება არჩევნების შემდეგ იქნება თუ იქნება ტოტალიტარიზმი რა არის გზაზე რომ მიდიხარ თუ მანქანა არ გააჩერდა არ დგახარ აუცილებლად რაღაც ამ გზით სადღაც მიხვალ ხო გზატყუილად არ არსებობს ანუ თუ ქართული ოცნება თუ კი არა და ნამდვილად ქართული ოცნება დაადგა ავტორიტარიზმის გზას ის აუცილებლად მოუწევს მას შემდეგ გაჩერება იყოს ტოტალიტარიზმი მანამდე ეს არჩევნები შეიძლება სრულიად წავაგოთ პირობითად მაგრამ თუ არ შეხვედი გარანტირებულად აგებ თუ შეხვედი ინფორმაციას გამოიტან გაყალბებაზე მათ მაქინაციაზე აი ეს თქვენი საუბარი ხო თქვენი საუბარი კიდევ ერთხელ
ერთხელ მიუთითებს იმაზე, რა როლი აქვს ამ პროცესში მოქალაქეს, მის სიტყვას, მის ქმედებას, მის ძალას, პროტესტს იმაზე, რეალურად რა სურათიც არის. აი, მხოლოდ ერთი საკითხი დავასახელოთ, ის სასტიკი ანგარიშწორება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომელიც ხელისუფლებამ მოაწყო საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ და მასზე არანაირი რეაგირება. აი, მარტო ამ საკითხიდან რო ამოვიდეთ, ეს არის იმგვარი საფუძველი პროტესტის, რომელიც შეუძლებელია განელდეს, ხო, ეს ბრაზი თუ შემერ ხედავ, რომ არაფერზე არ რეაგირებს ხელისუფლება და ერთ საქმეზე მაინც არ აჩვენებს ჩატარებულ გამოძიებას და გამოვლენილ შესაძლო დამნაშავეს აი ამ პროცესში. ეს არის მათ შორის ბრაზის საფუძველი და შემდეგ იმ ბიჭების საქმეები, ასევე ამ ყველაფერი ამას მოყვა, გამოკეტილი ადამიანები, რომელსაც აბსურდული ბრალდება წარუდგინეს. მადლობა. მადლობა თქვენ პირ. დიდი მადლობა. დაგემშვიდობებით, პაატა ზაქარეიშვილი იყო ჩვენი სტუდიის